ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარიანა კაპიჭიძე. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო უკვე მრავალი წელია, რაც ნიჭიერ თაობაზე ზრდის. დაახლოებით 30 წელია, რაც ქალბატონი მანანა ჩვენთვის მანჩო ამ საქმეს ემსახურება. გაზრდილი ბავშვების რაოდენობა 15,000-ს მიუახლოვდა და სწორედ ჩვენ ამ ბავშვების სიაში ოქროსფერი ასოებით ჩავიწერებით, რადგან უამრავ კრეატიულ და გემოვნებიან გადაცემას ვტოვებთ მაყურებლისთვის. თითოეული გადაცემა თუ სიუჟეტი დიდი შრომის ფასად მოიპოვეთ. ვისწავლეთ თემების და უამრავი პროექტების წერა. პირველი, რას ნიშნავს ეწიუდი? ეწიუდი არის 6 ერთმანეთისგან განსხვავებული სიტყვები, შემდგარი თემა, ჩანახატი ან ნამდვილი ამბავი. ჩვენს მიერ დაწერილი ეწიუდი გადავიყვანოთ სიუჟეტში ან გადაცემაში. მესამე, რით განსხვავდება თემა, სიუჟეტი და გადაცემა? თემა მოიცავს ყველა დეტალს, ხსნის ამბის ყველა კვანძს, ვახდენთ ყველა დეტალის ჩაშლას, ვიყენებთ დიალოგებს და თემის ამა თუ იმ გმირის აღწერას. სიუჟეტი. სიუჟეტი არის თემის აუცილებელი შტრიხებით შექმნილი წუთნახევრიანი, მაქსიმუმ 3 წუთიანი ამბავი. გადაცემის განსხვავება. პირველი, ქრონომეტრაჟით. კარგი გადაცემა 8 წუთიდან 15 წუთამდე გრძელდება. განსხვავება მასში არის კიდევ ის, რომ შეგვიძლია მოეწვიოთ რესპონდენტი, რომელიც უფრო ამომწურავად გაგცემს პასუხს იმ დეტალებზე, რომელიც გადაცემის მთავარი შტრიხია. რას ნიშნავს შედარება და პარალელის გავლენა? შედარება და პარალელი არის შემდეგი სახის. შედარების დროს ზედაპირულად ვაფასებთ ამა თუ იმ ამბავს, თუ პიროვნებას, რასაც პარალელზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ეს იმ ძირე ჩამონათვალის საანგარიშო პროექტებია, რომლებიც ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ. იყო ინკოგნიტოელი და თანაც ძალიან წარმატებული. დიდი პასუხისმგებლობა. ხომ მეთანხმები, მარია? გეთანხმები ლიზი და სტატუს იყო წარმატებული ინკოგნიტოელი ვამართლით. სწორედ ამიტომ დავიმსახურეთ გერმანიის შემდეგ მოგზაურობა თურქეთში. თუმცა ამაზე ლიზი ოდნავ მოგვიანებით. დღეს გვინდა ჩვენი გადაცემა აქ დავასრულოთ. მომავალ შეხვედრამდე უკვე შესამჩნევლად გაზრდი ლიზი და მარია გემშვიდობებით. ნახვამდის. Uff,